ტელეკომპანია იმედი და ბასტი ბუბუ წარმოგიდგენთ. Gagorda, Joanne Balakshi Jagorda, Mipaveo. Titeli Quetri Gagorda, Debri Vedete Magrave, Mipaveo. Nakan Kipret Kepa, Velat Pilas Tepa, Septa Gagraom. Christe Achgaom. Christe Achgaom. Titel Petri Gagorda, Joanne Balakshi Jagorda, Mipaveo. Titel Petri Gagorda, Debri Vedete Magrave, Mipaveo. Imeti Maxeti, Mechmare Bagmeti, Septa Gagraom. Christe Achgaom. Christe Achgaom. Titeli Quetri Gagorda, Joanne Balakshi Jagorda, Mipaveo. Titeli Quetri Gagorda, Pita Pichemtan Mogorda, Mipaveo. Pita Pichemtan Mogorda, Mipaveo. ქრისტე აღსდგა გილოცავთ ყველას. ჭეშმარიტად აღსდგა და ძალიან ლამაზი სიმღერით მოგვილოცა ბასტი ბუბუს გუნდმა აღდგომა. ბავშვებს ვიბარებ, ბავშვებს ვიბარებ. მობრძანდით. კაპიტანო გოგიჩ, რაზმი მზად არის. გასაგებია, ბავშვებო, მე დავითვლი 1 2 3, შემდეგ მიკროფონით მოვალ თქვენთან და თქვენ მეტყვით თქვენ სახელს, გვარს და წლოვანებას. ყველამ გაიგეთ? აბა თქვენ იცით? Geta Gabranda 6 წლის. არის Andrea Gabrichida 7 წლის. გასაგებია? ნატალი ჟღენტე 7 წლის. გიორგი სოლომონაშვილი 6 წლის. ანა ირემაძე 7 წლის. ენერგიაზე არიან. გიო ალივაგაშვილი 7 წლის. ნინი ხოსროაშვილი 6 წლის. შოთიკო აბაშიძე 6 წლის. ატა საკანდეჟდა 6 წლის. კარგი, გასაგებია. ბავშვებო, მე მაინტერესებს. სკოლის მერე ვინ იღლება, ხელი აიწიოს. ყველა იღლება თურმე. ხედავ ბაბელინა, ესე იგი, თემა სწორად შეგურჩევია. ნამდვილად, ესე იგი, ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა არის თუ როგორ უნდა განტვირთოთ დაღლილი ბავშვი. მოდი სანამ სტუმარი შემოვა, მოვაწესრიგოთ ახალ. რა თქმა უნდა, ჩვენ მე და ბავშვები მოვაწესრიგებთ. აბა, მომეხმარეთ ბავშვებო. სტუმრის მისაღებად მზად ვართ. მაშინ გადაცემა თავდაყირაში, სტუმრის დრო მოვიდა და ეს არის დირექტორი გიო. მობრძანდით გიო. ქრისტე აღსდგა. გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო. დაბრძანდი გიო. დიახ, დაბრძანდით. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და მე გეტყვი რომ ამ ბავშვებმა და არა მარტო ამ ბავშვებმა, სხვა ბავშვებმაც მითხრეს რომ ესე იგი სკოლის მერე ძალიან იღლებიან და აღარ შეუძლიათ გაკვეთილების მომზადება. და რა თქვენ უნდა დაგვეხმაროთ? მე რის ბასტი ბუბუს დირექტორი ვარ, ეგ რო არ ვიცოდე. სხვათა შორის ჩვენთანაც ბასტი ბუბუს სტუდიაში ბაბილინა შენ კარგად იცი და გოგი ჩვენც რომ ბავშვები ძირითადად მოდიან სკოლის შემდეგ. საკმაოდ დაღლილები. ამიტომ ჩვენ ბასტი ბუბუს პედაგოგებმა შევიმუშავებთ 1-2 ისეთი ჯადოსნური ვარჯიში, რომლითაც ეს დაღლილობა იქნება, ესე იგი, განდევნილი და დამარცხებული.
თუ გინდათ გაჩვენებ. აუცილებლად გაჩვენებ. მოდ ბავშვების დახმარება დამჭირდება. თან ადვილი ვარჯიშებია როგორც. ძალიან ადვილი ვარჯიშები. ბავშვები ადექით ფეხს. ბავშვები უნდა წამოდგნენ. ადექით. პირველი ვარჯიში პირობითად აქ სადღაც კატა დავინახეთ წეგან გოგიში. დავარქვათ ზარმაცი კატა. ესე იგი თითები ესე გადავაჯვარედინოთ, აბა ყველამ ერთად. რაბინე შეც გააკეთე რა. შენ ძალიან მოგიხდები. გოგიჩი, მზად ხარ? ზევით ავწიოთ ესე ხელები. უკან გადავიქანდოთ. აი ესე და ეხლა წინ. და ვითომ რაღაცას უნდა მივწეთ აი ესე. კარგად. ამას ვიმეორებთ რამოდენიმეჯერ. ეხლა ჩამოვშოთ ისევ ხელები. იგზენით რამე? ძალიან კარგი ვარჯიშია. ქვევით, ზევით ისევ. და წინ. შეგვიძლია ერთმანეთისკენ ეს წყვილებად ვითომ უნდა მომწე. აი ესე. ნელა არ გადავქანდე. არა, ფეხები ადგილზეა. ხო, მაყურებელი შემოგვიერთდეს. რა თქმა უნდა, აბა რა. ერთად უფრო სახალისოა და ერთად უფრო სახალისოა ნამდვილად. ამას ვაკეთებ რამოდენიმეჯერ. კიდევ ერთხელ გავუყარეთ თითები ესე. ქვევით, ზევით და წინ. შეგვიძლია ესე გავხალავდეთ. თუ გავხალისოთ. აი მე უკვე ვიგრძენი. ხო, გვერდზე მდგომს. ეს ვარჯიში ძალიან კარგია, ესე იგი მთლიანობაში ესე მთელ სხეულს მოთელვას უკეთებს. და გადავდივართ შემდეგ ვარჯიშში. ესე იგი სხედვართ თუ მოძრაობთ. ამას არ აქვს მნიშვნელობა. აი ჩემ თავზეც ესეა გამოცდილება მამას მეუბნება რომ ყველაზე უფრო იღლება ხოლმე აი კისერსა და მხარშორისო კუნთია გოგიჩი, ხო? ხო და ამიტომ მოდით ეს კუნთი კარგად დავამასაჟოთ. მოდით ჯერ ესე. ეს მარჯვენა ხელითაც შეგვიძლია და მარცხენა ხელითაც. ხო, ორივე უნდა დავამასაჟოთ. ესე უფრო მოხერხებულია გოგიჩი. ხო და ეხლა რო გავხალისდეთ. ამოვისუნთქო და ამოსუნთქვა გავახმოვანოთ. აი ესე. არის მის ხმა, აბა ერთად. სინამდვილეში კი ეს ის განწყობაა, რომლითაც ისე დაღლილობას გამდევნოთ. ამ უფით. ეხლა მეორე კუნთის დავამასაჟოთ. აბა როგორ არის საქმე? ამას რამოდენიმეჯერ გავიმეორებ. სანამ ეშვებას არ ვიგზავ. როგორ და ბიჭებო, როგორ ხარ? არ მივალ. კარგი შედეგია. ძალიან კარგი. ეხლა უფის მერე if სანამ არ ვიტყვით, შეგვიძლია ვაკეთოთ, ხო? შეგვიძლია ვაკეთოთ. ეხლა if-ის დრო დადგა. ესე იგი ხელები ჩამოყაროთ, ამას დავარქვათ სახალისო ვერტფრენი. ესე იგი ფეხებით კარგად მყარად ვდგავართ, ხლების სიგანეზე გავშალოთ, ხელები ესე ჩამოყაროთ და ვატრიალებთ ხელებს. ვარ გავფრინდებით გიგო? ესე იგი ისე უნდა ვიდგეთ რომ ერთმანეთს არ მოვარტყათ ხელები, ხო? 2, ავით, ამინდი თუ ხელს გვიწყოს გავფრინდით გოგიჩი. ძალიან სახალისო ვარჯიშია. მე მომწონს. გავფრინდა, ხედა? ხო, ეხლა ეს კარგია, გეყოფათ. საწვავი შემოელია. ეხლა შემდეგი ვარჯიში. ხელები, კისერი და მთლიანად გავიზმორეთ, მაგრამ ფეხებმა რა დააშავეს. არც არაფერი. ხელები და ფეხები დავდივარ, ხო? რომ ვიცით ამბაკიაში ზოგიერთი ხელებითაც დადის. ხელებითაც გადაცემაში. ოხ, ხალა. დადი ხა? ო, მაგრამ ეხლა ფეხები გავავარჯიშოთ, კარგი? ესე იგი, ჯერ მოდი ერთ ფეხზე დავდგეთ ისე მყარად და დავფრთხოთ. ეხლა მეორე ფეხი. ეხლა ისევ ესე დავდგეთ ფეხები და მონაცვლეობით 1-2. ეს ვითომ ადგილზე მივდივართ, ადგილზე. შეგიძლია ფეხით წამოწიოთ. ეს ისე კარგი ვარჯიშია. ძალიან კარგი ვარჯიშია, ბაბინო. აი დაიმახსოვრეთ ეხლა ეს ვარჯიშები და ნახეთ თუ არ გამოგადგებათ. ეხლა კოქტეილი მჭირდება. კოქტეილი უნდა დავლიოთ? დალევით არა, მაგრამ აი რომ მომიტანთ კოქტეილს. და რის გამო გავაკეთოთ კოქტეილი? ამჯერად მე მაპატიე გოგიჩ მხოლოდ წყლის კოქტეილი იქნება. კარგი, გავაპატიეთ. ყველას მომარჯვებული გვაქვს წყლის სავსე ჭიქები, ხო, ნუ ბოლომდე სავსე არ არის, მაგრამ არც არის საჭირო. კეთო, ჯერ არა. ესე იგი რას ვაკეთებთ? ამ კოქტეილს ქვია ჟანგბადის კოქტეილი. ფიზიკურად კი გავაკეთეთ, მოთელვად ცოტა აზრზე მოვიდეთ, მაგრამ ტვინეს ხო იღლება ხოლმე გოგიჩ. ჟანგბადი უნდა მივაწოდოთ. ჟანგბადი უნდა მივაწოდოთ და აი ამას კოქტეილს დავარქვათ ჟანგბადის კოქტეილი. ესე იგი რას ვაკეთებთ? ჯერ მე მიყურებს ყველა. ცხვირით უნდა ჩავისუნთქოთ და ამოსუნთქვის დროს უნდა ჩავაბეროთ საწრუფში. აი ესე. ოღონდ ჩვენ როგორც დიდი გოგოები და ბიჭები ისე ჩავბეროთ, რომ წყალი არ გადმოიღვაროს, კარგი? აბა, მოდი ჩვენ ვცადოთ გოგიჩი. ძალიან კარგი ვარჯიშია, ესეც მომწონს. მოგეწონა ბაბინო. ძალიან ვიგრძენი. რაც თავარია, ჟანგბადი მიეწოდა. იო, რამდენ ძალიან გაკეთოთ ეს? აი, რამდენ ხანს გაგიხარდები? მე უკვე გავიხარე. და შემიძლია რომ ბავშვებს ვკითხო, დაღლილობა თუ მოეხსნათ მათ. აბა როგორ დაღლილობა მოგეხსნათ?
კი, კიდევ გვაქვს ერთი ვარჯიში. მაგრამ ამ ვარჯიშთვის ეხლა შეგვიძლია ეს კოქტეილები დავაბრუნოთ მაგაზე. აბა დაალაგეთ ყველა მტკიცები. აი ახლა ჩვენ გონებას მივაწოდეთ ჟანგბადი, რაც აუცილებელია ბავშვებისთვის და არა მოდ ეხლა გჭირდება მშობლები. მშობლები კი ბატონო, ახლა აბა მშობლებო შემოგვიერთდით. აი ეს ხელები უნდა მივაბჯინოთ ერთმანეთს. აი ესე. დიახ, აბა. რა ქვია? ანუ გავიღო. ამ ვარჯიშს ქვია ენერგიის გაცვლა. გაცვლა გამოცვლა. ენერგიის გაცვლა. ამ კაც მიხედე ბოგიში, თორე დაიჩაგრა. აბა ესე იგი როგორ ვაკეთებ? ეხლა ჯერ ერთი ხელი უნდა მოვხაროთ, მერე მეორე ხელი. ხან წინააღმდეგობას უწევთ ერთმანეთს. ნუ ისე არა, რომ გადავაგდოთ ერთმანეთს. არა ხო? კარგი. აი, ეს ვარჯიში ძალიან კარგია. განსაკუთრებით დედიკოების და შვილიკოების, მაგრამ მამიკოებსაც თუ ჩართავთ, ამ საქმეში ძალიან კარგია. განსაკუთრებით მამიკოები ხო ძირითადად მუშაობენ ხოლმე რა. დაღლილები ძალიან გამოადგებათ ეს ვარჯიში. თუ გავცვალეთ ენერგიები, ძალიან მოგვეწონა მე და გიოს ეს ვარჯიში და აუცილებლად ვარჯიში. კი, ძალიან დიდი მადლობა დირექტორ. არაფერს. მუდამ თქვენ სამსახურში მიგულეთ. და თქვენ იგრძენით რამე ენერგიის გაცვლა გამოსვლა. კი, ნამდვილად ვიგრძენე. დიდი მადლობა ძვირფასო მშობლებო. მაგალითად რომ მიიღეთ მონაწილეობა ამ ექსპერიმენტში და მშობლებს შეიძლება შევახსენოთ კიდევ ერთხელ რომ როდესაც ბავშვები მოვლენ იგივე სკოლიდან ან კერძო გაკვეთილებიდან დაღლილები, გაიხსენეთ აუცილებლად გიოს ეს ხალისიანი ვარჯიშები. ისე არა მარტო ბავშვებმა, ესა გოგით შეიძლება უფროსებმაც გააკეთონ ეს ვარჯიში. იცი რა? მოდი მაშინ ჩამოვჩალოთ ხო რა ვარჯიშები იყო. ესე იგი პირველი ვარჯიში იყო კატა. ზარმაცი კატა, მართალია. ზარმაცი კატა, ესე იგი აი ეს ხო, ეს ხელები ზემოთ და მე აბა ზარმაცი კატა როგორ იყო ბავშვებო? ესე გადაჯვარედინებული ზევით და წინ, რა ვითომ რაღაცას რომ დავიწყეთ. ეს იყო პირველი ვარჯიში, დიახ? ხო, მეორე ამას რამოდენიმეჯერ ვიმეორე, ხო? მეორე იყო აი კისერსა და მხარშორის კუნთის ვარჯიში. ოთხის გახმოვანება არ დაგავიწყეთ, ხო? ამას ანუ ჩავისუნთქეთ და ამოვისუნთქეთ უფ. ხო, და მეორე კუნთიც დაავუშავოთ, ხო? აი. ერე იყო ხო, ვერტფრენი, ამის გახმოვანები. აბა, ვერტფრენი არ დაგავიწყეთ. ნაღამ გაგვიფრინდა. მე ვარცხების ფეხების დაფერხვა იყო. ჯერ ერთი ფეხი დაუბერტყეთ, აი ესე. მე მეორე ფეხი დაუბერტყეთ, მე ხარად ვიდექი და მონაცვლეობით 1-2, 1-2, აი ესე ვაკეთებდი. ხო. ეს ადგილზე სირბილია. ეს ადგილზე. მე იყო ჟანგბადის კოქტეილი, რომელიც აუცილებელია ყველასათვის. იახ ბატონო და შემდეგ იყო ენერგიის გაცვლა. ასე რომ დაიმახსოვრეთ შემოკარგება და გაიმეორეთ ეს ვარჯიშები ყოველ დღე ალბათ უფრო კარგი იქნება რა. შედეგისთვის. როდესაც დაღლილობას იგრძნობ ამ ვარჯიშს ვაკეთებ და დაღლილობა იქნება უკუგდებული და დამარცხებული და ბეჭებზე დადებული. მოდი დირექტორ გიოს მადლობა უთხრათ. ასევე დამხმარეებს უთხრათ მადლობა. დიდი მადლობა და შეგვიძლია გაუშვათ. დიდი მადლობა. არაფერს.